რა არის ის, რაც ცხოვრების ამ ეტაპზე თქვენ უნდა ისწავლოთ, რა მოგიყვანთ ჰარმონიასა და ბალანსში. ჯერ ამოვიღოთ თქვენი სიგნიფიკატორი, როგორ გხედავთ ტარო ამჟამად თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე. თქვენ სუბიექტად როგორ აღიქვათ თქვენ საკუთარ თავს. რა გაკვეთილს გადიხართ ახლა? ნახოთ აბა თქვენი გაკვეთილი რა არის. ამ ეტაპზე რა უნდა ისწავლოთ? მოკლედ, თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე ცვლილებები ხდება, ვიტყოდი რომ შეიძლება რაღაცა ერთი ეტაპი დასრულდა და ახლისკენ მიდიხართ, მაგრამ ჯერ ეს ახალიც გაურკვეველია და საერთოდ საით წახვალთ ისიც გაურკვეველია და იქნება თუ არა რამე გაურკვეველია. თქვენ ფიქრობთ რომ ვაიმე ან ცხოვრება თავზე მემხობა, ან ყველაფერი ისე არ არის, მე როგორც მინდა. აი რაღაცა თქვენ აღქმაში უფრო ძლიერი და კრიზისული დარტყმა, ვიდრე რეალურად შეიძლება მოხდა. რეალურად ესეც უნდა მომხდარიყო სიტუაცია რაც ხდება, იმიტომ რომ რაღაცები აქ არ ვითარდებოდა სწორად თქვენთან, რაღაცა ენერგიების დისბალანსი იყო და ეს თქვენი ზრდისთვის ხდება ეს ყველაფერი. უბრალოდ აქ ემოციური ფონი ცოტა მომენტებული გაქვთ, შეიძლება მოწყენილები ხართ, შეიძლება შინაგანი დაძაბულობები გაქვთ, რაღაცაზე ძალიან გწყდებათ გული, რაღაცა ძველის გაშვება ძალიან არ გსურთ და ეჭიდებით ამ ძველს, მაგრამ თანხმდებით რომ არ გამოვა ახლა ამ ძველში დარჩენა და თქვენთვის საკმაოდ მტკივნეული დამანგრეველია. შეიძლება რაღაც ისეთი გაცნობიერებები მოდის ამ ეტაპზე, რომ გიჭირთ ამის აღქმა, მიღება და ძახით რომ აიმე არა და იქნებ სხვანაირად იყოს და იქნებ ესე არ ყოფილიყო, მაგრამ თან ერთის ხრივ ხვდებით რომ საერთოდ ახალი ფურცელი უნდა დაიწყოს თქვენი ცხოვრების, საერთოდ ახალი ცხოვრების ეტაპი დაიწყება. ცუდი არ იქნება, მაგრამ აი თითქოს შიშში ხართ და თითქოს კიდევ ერთხელ ნულიდან რომ მე რამდენად დავიწყო ცხოვრება. შეიძლება გაქვთ ესეთი, შეიძლება შინაგანი კრიზისები და შინაგანი ტრანსფორმაცია იყოს და გარეთ არაფერი ხდებოდეს. ესეთი ენერგიებიც მოდის. ეხლა რა უნდა ისწავლოთ აი ამ ეტაპზე, ან უნდა ისწავლოთ გამოცდილებაზე, საკუთარ გამოცდილებაზე. ის რაც უკვე წარსულში ისწავლეთ, გაიარეთ და არაერთხელ შეგვხვდათ, ეს უნდა აქციოთ თქვენს ძალად. ანუ ის რა გამოცდილებაც მიიღეთ, გააძლევთ საშუალებას, პოტენციალს, რესურსს, რომ წახვიდეთ და რამე ახალი გააკეთოთ, წახვიდეთ და გაიჭრათ ველად, წახვიდეთ და იბრძოლოთ, იაქტიუროთ. ანუ დიდი გამოცდილება გაქვთ. უნდა დაინახოთ თქვენი საკუთარი სიბრძნე, თქვენში არსებული აი გამოცდილება, რაც მიიღეთ, რაც ოდნაც მიიღეთ და წახვიდეთ და იმოქმედოთ. ანუ ანალიზი პლუს მოქმედება. ეს არის ასწავლი ამ ეტაპზე და რა არის ის, რაც ჰარმონიასა და ბალანსში მოგიყვანთ. შესაძლებელია აქ ძველი მეგობარი, ძველი სიტუაცია, უახლოესი ოჯახის წევრი, ან ვიღაცა მოვიდეს და თბილეთ ჩაგეხუტოთ. აქ სიტყვების გამხნევება და ემოციური კავშირი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვინმე თქვენს ნაცვლად საქმე გააკეთოს. აი მოძებნეთ ადამიანი, ვინც იცით, რომ აი თქვენთვის კარგი უნდა და თქვენთვის აი ბედნიერების მომტანი